სალამი ჩემო კარგო ქართველებო. მოვუსმინე, ეხლა დღეს მოვუსმინე მამუკა კარტოზიას ლაპარაკს. მამუკა კარტოზიას ლაპარაკს იმასთან ნინო რატიშვილთან. ხოდა კაცი კიდო იმაზე ლაპარაკობს. ისე იგი იმას ვინ დაგაყენებს ბატონო მამუკა. ვინ დაგაყენებს დამოუკიდებლობად ამ ვეშაპების ხელში, ვინ დაგაყენებს კაცო. ერთი ვეშაპი არის ევროკავშირი, მეორე ვეშაპი არის Deep State ამერიკის. ხო, მესამე ვეშაპი სხვა ვეშაპებიც არის, მაგრამ ეს არის კარგი ვეშაპებია, მობიერი ვეშაპებია. გაიგე ბატონო იმან მამუკა რო იძახით პროფესორი გახსენებ პროფესორი რა პროფესორობა უნდა ამას ის ვერ შეიგნე ადამიანმა რომ ის ვერ შეიგნე რომ საქართველოს ურუსეთოთ ვერ გაძლებს ქოლგა თუ არ დარჩა ან ჩინეთის ქოლგა ან რუსეთის ქოლგა ახლა უყურებ ჩინეთი თვითონ რა ქვია სი ძინპინი ამბობს თვითონ ამბობა პუტინს ვლადიმირზე პუტინს ეუბნება მოი ბალშოი ბრატო ისე სტარში გათქვა ბალშოი ბრატო მოი ისე იმასაც მიაჩნია რომ პუტინი არის ვლადიმირზე პუტინი არის უდიდესი პიროვნება сейчас политике сейчас мировой политике только единственный человек Владимир Владимирович Путин значит номер первый политик во всем мире, как Сталин был, да, почти только между них разница, знаете как, раньше бедно жили люди, а сейчас Россия богатая страна, да, почему не жить ему хорошо? Вот в чем разница немножко. Подумайте хорошо, сейчас в мировом масштабе номер первый политик Владимир Владимирович Путин. Как думаете, вот так есть. Второй Си Цзиньпин, третий Трамп. Вот так я расклад сил делаю. Но Си Цзиньпин тоже говорит, что про Путина, что мой старший брат, вот так его обзывает. Старший брат, значит он старший. Может, не по возрасту, не знаю точно, как у них возраст. Но он так говорит. Куда? Какой независимость? Какой? Вот здесь, вот смотри, с Россией можно жить дружно. Потому что одинаковая вера. Православные и россияне, и грузины православные. ქართველების და რუსების ეგენი მართლმადიდებლები ვართ. ხოდა სად მიდიხართ ვერ გავიგე. კიდე რო იძახით დამოუკიდებლობა, ვინ დაგაყენებს დამოუკიდებლობად? Кто вам даст самостоятельный бит? Сейчас другой расклад сил. Видите, меняется уже не то, что раньше было. 35 лет назад думали, вот Камсахурдия и Костава, что и вот Асатьян еще думал, что вот все, независимые они будут, независимые. Кто им дал? Дал кому-то независимость? Опять с одного соседа вышли, это сосед был, а тот кто? Что они хотят делать? Видишь, хотят превратить полигон войны Грузию хотят превратить. Так, поэтому Мамука Картозия, которого обзывают профессором, я меняю на Татья Мачайдзе. Татья Мачайдзе es ძალიან კარგი ქალბატონია, ახალგაზრდა ქალბატონია, ძალიან ჭკვიანი სული და მამუკა კარტოზია გადაინაცვლებს ქვევით. კანდიდატებში გადაინაცვლებს. კიდე ვინა? ხოდა ლიკა გამრეკელი
ლიკა გამრეკელი ხო ლიკა გამრეკელი ავიკ მელქონიანის ეს ავიკ მელქონიანი კი იყო საჭირო ერთ-ერთი სომეხი ეროვნების ადამიანი იყო საჭირო, მაგრამ ლანჩხუთში ცხოვრობენ მელქონიანები ხო და ვერავინ ვერაფერი ვერ მითხრა. ვერ გავარკვიე ხელწერას არ იქნეს, ხელწერას არ მომწეს. ხო, ხელწერას არ მოაწერეს ხელია. ხო, ასეთია სომხებია, ხო და ხო, ერთ ხელწერას რომ კაცი როგორ გავაჩერო, როცა ერთი ხელწერა ვერ შევაგროვე ამ კაცის იმით. არა და ეს ასია და ავიკ მელქონიანის მაგივრად ლიკა გამრეკელი. ხო და იგი რა ქვია, მამუკა კარტოზიას მაგივრად თათია მაჩაიძე. ეს არის ცვლილება. ახლა აგენმა გადაინაცვლა ქვევით. ახლა ქვევით დაემატენ რამოდენიმე ადამიანი. ახლა ჩქარჩქარა, კიდევ დავასახელებთ იმას, ჩქარჩქარა. ჩქარიტაში ბაბაიაო. გოუდკმა იმას, რა ქვია, შვილს. ხო და ჩქარიტაში ბაბაია, ჩქარადოგვარი. პირველი ლუის და პატარაია, თენგიზ კუნჭულია, მაია ნიკოლეიშვილი, იაკობ ჯერემი, ქეთი პატარაია, თამაზი სეირანოვი, ხიქმეთ ხასანოვი, ალიკა ასლანიანი, ფერაი კურბანოღლუ, მელიქიშვილი, ხათუნა ია ხალვაში, ნინო პავატაშვილი, ლიანა რამაზაშვილი, როზეტა კუპრავა, ეკა ზამაშვილი, მარიამი ლომინაძე, რუსუდან მახარაძე, დავით ახვლედიანი, თენგო ომანიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ყობა კუპრაძე, ალა ალოიანი, თიკო ჩაგელიძე, თემურ შენგელია, ნინო ჭიჭინაძე, ეკა სოხაძე, ნანა გულუა, ნათელა სულუხია, ზია ბერიძე, ზია მოდებაძე, მაია მაისურაძე, ვაჟა პატარაია, გიორგი პაპასკირი, თამაზი ფირცხალაშვილი, რეზო ოკუჯავა, ბელა მოდებაძე. ხო და იგი რა ქვია, ბელა მოდებაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი კანდელაკი, ედიშერ გვენეტაძე გადევიდა იქით. ხო და იმის მაგივრად აქანე ჩამწერია კუკავა ჩამწერე უკავა იმის მაგივრად ედიშერ გვენეტაძე რო იყო გია გოთუა. კიდევ ამ კანდიდატებში კიდევ შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ შეიძლება თუ ჩამოინაცვლებენ დაბლა. ხო და ახალი დაემატოს შეიძლება ახლები. შემდეგ ონიკაშვილი, ილია გულადი, ბერიძე, ნინი ჯულაღიძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, ბენო ხალვაში, ნათია ცანავა, მერაბი როყვა, იკა ქობალია, ბესო ხალვაში, ზეზვა სარდალაშვილი, თამაზი მოლაშვილი, ხო კახაბერის იმაზე ადგილზე თათია იმაშია მაგი კონსერვატორებში იქ რო იყო გოგია გამოდიოდა გოგიასთან იყო იქინე გოგია იყო რესპონდენტი ხო და ის წამყვანი იყო თათია რა გვარი არ ვიცი ახალგაზრდა ქალბატონია თათია ქვია და გზე იწყება გვარი მაგრამ ვერ დავიმახსოვრე ნინა ტარასოვა გიორგი ახლოური ალექსანდრე ზირაკიშვილი ზაზა შელია თამუნა მიქელაძე დემურ გიორხელიძე დავით შხეტია, დავით სულავა, თემური სალუქვაძე, გიორგი გაბიზაშვილი, ზია ბერიძე. ზია ბერიძე ვორადგილას ხვალყვას, მაგრამ მე იმას მე. თაია, აკაკი წურწუმია, ნონა ჟღარკავა, ივანე მეფარიშვილი, სპირდონ ჩსკიფურიშვილი, გიორგი ქარცივაძე, ოთარი ჯულუხაძე, ბაქარი ბერეკაშვილი, დავით კალანდია, ნიკო ბექაური, შოთა. შოთა ისტორიკოსი იმასთან ელდარ კუპრავა, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ ალადაშვილი, ლევან მამფორია, შორენა გიორგაძე, კოტე მიქაძე. შემდეგ ბადრი მარგიანი, ჯუმბერ თავართხილაძე, თემურ გოქსაძე, ლიზიე შერვაშიძე, დოდო ბაღდავაძე, დავით ნემსაძე, ალექსანდრე ობაიძე, რუსო დოღონაძე, ფატი ბროლაშვილი, ზაური აბულაძე, დავით ჩირგაძე. აგას ერთად მოუწია დავით ნემსაძეს და ალექსანდრე კობაიძეს. ერთად კი არა, პირველ მეორე ადგილზე. აგას ძალიან უყვარს ერთმანეთი.
რუსტო დოღონაძე, ფატი ბროლაშვილი, ზაური აბულაძე, დავით ჩირგაძე, კახა დაუშვილი, ყობა სილაგავა, ქეთი დოლიძე, ნიკა ჩირგაძე, თორნიკე ტოროშელიძე, ლევან ჩაჩუა, გიგლა გობეჩია, გიორგი მდივანი, ლიზი სუხიაშვილი, სოფიკო სოხაძე, ნანა კობახიძემ თქვა, რომ 192 მეგობარი მყავსო, ჩემო კარგო ქალბატონო ნანა კობახიძემ. 192 რომ თქვით არა, 150 ხელწერა მაინც უნდა გააკეთოთ, დაგვეხმაროთ უნდა. თორემ ისე არ შვება, არ იმაშვება ეგენი. ქართული ოცნება არ გვანებებს პარტია 1000 პარტიის წევრი უნდა იყო. შემოვიყვანოთ ყველა პარტიის წევრი და არჩინოს ქოჩიაშვილმა და იმან კობახიძემ. ხო, არ უდოდათ 200 კაცი, ახლა 1000 კაცი როგორი მოსაგერიებელი იქნება, ნახავს იმასაც. ხო, ლევან ჩაჩუა, გიგლა გობეჩი, ხო, აი კითხვი, ეს კითხვი. ბესო ჩუბინიძე, ენვერი ანდღულაძე, იური სარჯველაძე, თეიმურაზ მელაძე, დავით კუხალაშვილი, დავით მარგალიტაძე, გია გაჩეჩილაძე, არჩილ მინდიაშვილი, ენზელა მაღალაშვილი, მაია მაჭავარიანი, მამუკა წრიალაშვილი, ხო, მამუკა წრიალის შემდეგ გადავა თუ დაიცალა იქ ადგილები, ხო, ნახოთ მამუკა წრიალაშვილი, ხომა ჩამიწერია სადმე ხან, აქ. ხო, არა, მამუკა წრიალაშვილი შეიძლება გადევიდეს თუ დაიცალა იქ ადგილი. შემდეგ ირინე გველესიანი, მაია მელაშვილი, ვახო ფიცხელაური, იოსებ ჯინჯარაძე, ჯამბულ ქავთარაძე, გოჩა მუმლაძე, ლევან პაშმაძე. ხო და დარჩა ცოტა ახლა. შმაგი ლურსმანაშვილი, დათო პატარაია, გიორგი მამალაძე, გოჩა სურმანიძე, ჟიული სეფერთელაძე, გია კვაშილავა, მამუკა კარტოზიამ ჩამოინაცვლა დაბლა. ხო, ავიკ მელქონიანმა ჩამოინაცვლა დაბლა. აქ იგი გადავიყვანე, ხო, კაი. ლილუაშვილი მეწერა, მაგრამ ლილუაშვილი გადავიყვანე ზევით. ხო, ეს ლილუაშვილი და სხვა ჩავწერ ვიღაცას მერე. ვალერი წულაძე, ირაკლი იმნაიშვილი, დავით ჭაბუკაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, ხუციშვილი, ეთერი ყუსა, გიო ინგა, თაზო. სამტრედიელები, ავიცი რა, მაგრამ ერთი კაცი იქნება, შალვა მაღრაძე, იმასთან რომ გამოვიდა ეს რა ქვია ნემსაძესთან. შალვა მაღრაძე იყო, რომ ლაპარაკობდა რომ ყველაზე დიდი საცოდაობა იყო მის რა ქვია იესო ქრისტეს წამებაო რომ ლაპარაკობდა. ხო, ბელა ურუშაძე, ბახვა ურშაძე, ზაზა ფირცხალაიშვილი, ნუკა არველაძე, ხალბატონი რო იყო ახლა ბოლოს. ხო, ირმა ცხორაგაული, დემურ გიორხელიძე მყავს იქინე ერთ ადგილზე, მაგრამ კაი ახანეც. ხო, აკაკი ასათიანი და ნინო რატიშვილი. აკაკი ასათიანის ფიქრობდი წევრებში გადაყვანას, მაგრამ ბოლოს ისე დაიწყო ლაპარაკი, რომ არ მომეწონა ბატონო აკაკი. არ მომეწონა. აგერ ნემსაძეს მაინც შეხედეთ როგორ რას ლაპარაკობს ისრაელზე და იმ ტერორისტული სახელმწიფოა და თქვენი ძახით რომ ასე არა, ჩემო კარგო ასე არა. თქვენ რომ გეგონათ გამსახურდიას და თქვენ ჩადით პირადად იქ. არა და მეც თქვენ ჭკუაზე ვიყავი ადრე, მაგრამ ახლა აღარ ვარ შევიცვალე მე. თქვენ ვერ შეიცვალეთ და ვერ მოხვედით კიდო გონზე რომ სოფლიო გაყოფილია 2 პოლუსად. ჩრდილოეთი და სამხრეთ პოლუსი, მეტი პოლუსი არ არსებობს. და არის კიდო მიუმხრობელი ქვეყნები. ეს ასია და არავითარი დამოუკიდებლობას ვერ ეღირსება პატარა ქვეყანა ვერც არ არის. ეს იცოდეთ თქვენ, მე კი არ ვემუქრები არ კაზაკია. ისეთ მიგიყვანებენ იმ დონეზე რომ შენით შეხვეწები. იმ მართლა ისომებს მოალაპარაკებ, რომ დაჩოქილი მოხვალ თუ ახანე კიდო. ხო, ეს ასია ჩემო კარგება. ეხლა გადავედი იმაზე რა ქვია.
ახლა რაღაც სალაპარაკო მაგ და იმას გადავედი. ჩემო კარგებო, ბიზინა ივანიშვილმა ჩვენ ხომ მივეცით ბევრი ხმა ბიზინა ივანიშვილმა რაც დაკვირდა რა თითქმის შეასრულა თითქმის ცოტა აკლია ცოტა დარჩა რომ მისი პირობა შეასრულოს ცოტა დარჩა ჩემო კარგებო ხო და ახლა რაც დაკვირდა რომ ნაციონალურ მოძრაობას თუ ისე გავასამართლებთ გაასამართლა აგერ ბევრი 1-2-3 ადამიანი დარჩა კიდო ბატონო ბიზინა 2-3 ადამიანი ნუ იფიქრებთ ხალხი ჩვენ მე პირადად თუ ამას ასე გააკეთებ თქვენსკენ ვარ მაგრამ კონსტრუქციული ოპოზიცია ვარ ზოგ რამეს ვერ მოვითმენთ ზოგ რამეს დანარჩენ საკითხებში საერთაშორისო საკითხებში მაგრამ კიდე რუსეთთან გვინდა მეგობრობა ჩვენ და კეთილმეზობლური ურთიერთობა და თქვენ არ ვიცი რა როგორც და საერთოდ საქართველოში ოდითგანვე ასე მოსდევდა ამით გადარჩა საქართველო რომ ერთი პარტია ხალხი რომ იყო ერთ აზრზე მეორე პარტია ხალხი მეორე აზრზე იყო ალექსანდრე კახეთის მეფე რო იყო არა იმასაც იქინეთ ჩადიოდა შახაბასთანაც და რუსეთში წაგზავნიდა ელჩებს ასია ჩემო კარგო ეს ხო და ამით გავიტანეთ თავი და ამით გადავრჩით რომ სულ არ გავნადგურდით არ ბევრი გაგვანადგურეს მაგრამ და თუ გაგვანადგურეს რუსებს არ გაუნადგირები ვარ ჩვენ რუსები დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებია რუსებს ჩემო კარგებო ხო ახლა გააკეთა ბიზინამ თქვი რამოდენია მე ადამიანი დარჩა მოსარიდებელი ისე მოსარიდებელი საერთოდ რა ქვია ასალაგმავი ხო და მაგათი ისე იგი აუდიტორიის წინაშე ბატონო ბიზინა მაგენის გამოსვლა აუდიტორიის წინაშე არ შეიძლება ეს ქალები რომა ეს რა ქვია გვარია ეს ხოშტერია თუ რა გვარია რა ვიცი ჯანდაბა მაგენის აი რომა კიდე დოლიძე რომა ანაიე დოლიძე ხო და igen არ შეიძლება მაგენის გამოსვლა აუდიტორიის წინაშე წამლავენ ეთერს და წამლავენ ხალხს ამიტომ დროზე ალაგმეთ რაღაცა არ გააძევეთ სულ აქედან გააძევეთ ხომ უნდებიან ევროპა და ამერიკა წავიდნენ მოусვან აქედან ნუ გაგვიშრენ სისხლი დაგვანებონ თავი ნუ გაგვიშრა და იქ რომა კიდო მეორე აქვია სააკაშვილის იმას პარტიაში რომა მოგუჩავა კიდო გაგვიშრენ სისხლი დაგვანებონ თავი მოგცილდნენ ამოვიდა უკვე ყელში თვითონ ახალგაზრდები არიან ჩვენ ასე იმაში უნდა დავამთავროთ ცხოვრება ასე სიცრუეში და იმაში ეხლა ჩემო კარგო ბიზინა და ქართულო ოცნება გეუბნებით მე თქვენ მოიწვიეთ ერთკაციანი პარტია კი ვთქვი ერთ ბლოკში მოიწვიეთ ერთკაციანი პარტია მოიწვიეთ ორკაციანი პარტია მოიწვინეთ სამკაციანი პარტია ხო და ეხვეწეთ ამის უწინ გარჩევნები რო იყო მაშინ ეხვეწეთ შემოდით პარლამენტში ახლა ჩვენც მოგვიწვიეთ კაცო ჩვენც მოგვიწვიეთ თუ არ მოგვიწევთ მოგადგებით იქენ და როგორ გვეტყვით ეს წადი უკან ნახავ მე ვიქნები პირველი მე მოგაკითხავით იქენ რომ დაიწყება ახლა უნდა შევიყაროთ უნდა დავლაგდეთ კარგად დაივქნათ ხო და ეს ხალხი რო დააშინეთ ასე როგორ შეიძლება ასეთი პოლიტიკა არ ვარგავს ჩემო ოცნებავ ჩვენ თუ არ დავჭით ოპოზიცია არა კონსტრუქციული ოპოზიცია დაგვანგრევენ და გადაგვაბრუნებენ კიდე თქვენი გადაბრუნება ჩვენი გადაბრუნებაც არის ამიტომ ჭკუას მოუხმეთ ყველამ ჭკუას მოუხმეთ ხო და 1000 კაცი ბევრია მყავს აგერ ახლა მე თქვენ გაჩვენებთ აგერ ერთ ფურცელზე და ეს დავიწყე და მე ვეღარ შევძელი აგენი ჩაწერა მოზვავდა ესე იგი 1000 და 500 კაცი მოდიოდა ხო და 40 იგი ეტევა ერთ გვერდზე 40 კაცი ერთი ფურცელი 80 მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მერვე ისე 8 ფურცელი
8-ჯერ 80 რამდენია? 8-ჯერ 640 კაცის სია აგერ მაქვს, მაგრამ აგერის აღ ჩამოწეს სია გამომიგზავნა აგერ მეგო მიმიღეთო მაშინ შემოიყვანეთ მეგობრების სიაშიო. ხო და რო იძახით ახლა ვინ ყავთ თქვენ თვითონ ოცება ვინ ყავთ 1000 კაცი დამისახელეთ პარლამენტში რო ხარ და იქენ მინისტრების მოადგილეებად რო ყავს იქენ ნაცებია ყველა ხო და იქენ მაშინ რა კიდევ იქ რო არის რეგიონებში ყველა ნაცებია ჩემ ბატონო ბიზინა ყველა ნაცებია მაგენ დამიჯერე ლანჩხუთში როგორც არის ისე არის სხვაგანაც შამძვრალი არიან ხო და ყველაფერი ნეპოტიზმი მაგ არის კორუფცია მაგ არის რა ვიცი ნარკომანია მაგ არის და ყველაფერი უბედურობა ისე მაგ იმაში არის ხო და ერთხელ კი ვთქვი ახლა ყოველთვის ხوار გემეორებ რა ხდება ლანჩხუთში ხო და რაც ლანჩხუთში ხდება იგივე ხდება სხვაგანაც სხვა იმაში რეგიონებშიც ეხლა გავყვეთ ეხლა ლექსი უნდა გითხრათ ბატონ ნიკოლოზის გასაგონად. ბატონ ნიკოლოზ ჯავანაძის კარგი კაცია, მაგრამ უყურეთ შენ ვერ განსაზღვრ ბატონო ნიკოლოზ შენ ვერ განსაზღვრავ ვერასოდეს კაცის ეტალონს მედალზეა ლაპარაკი. რა გინდ ძვირფასი გინდა იყვე მედლის მეტალო რა შენი ამჯერა ამიტომაც ოქროს მედალო. ოქროს მედალი არ განსაზღვრავს კაცის ეტალონს. ეს თქვენ დაიმახსოვრეთ. ხო და თუ რამე მედალი იყო მე მეკუთვნოდა ეს. და არა თქვენ. მე მეკუთვნოდა ეს პირადად. მაგრამ მე არ ვარ მედლების და იმის ჩინების მოყვარული და სტალინის ის რო გამიქრეთ იქიდან ბატონო ბიზინა. ეს რა არის? ყოველთვის ვაჩვენებდი იმაში იქნი YouTube-ში და მაშინ რომ სტალინის სიტყვას რას ლაპარაკობს ისე ჩვენ მეუსვამოს ადგილზეო უბრალო ადამიანებისო გლეხი თოხით მუშას და ბარით მუშასო და არა პარაზიტულად რომ ცხოვრობენ ასე ლაპარაკობს იოსებ სტალინი გაახრე დამალეთ სადამალა აქ ვერ დამალავ ტვინში მაგ ჩამჟა ვერ დამალავთ აქ რამდენი უნდა ვარესია თქვენ და ხო შემდეგ ხო ახლა დასახელებულმა პიროვნებებმა ვინც დავასახელეთ კანდიდატებში და იმაში ასე როგორ დატერორდით მე ვერ გავიგე რისი გეშინიათ თუ ვინმე რამე გითხრან ამის შესახებ რომ რატომ მოუწერი ხელს რატომ შედით თემური პატარაიასთან სოციალისტურ ბლოკშიო მე გამაგებინეთ მომაწვდინეთ მე ხო და მე ვიცი მე მოუვარ ამას თემ სოფიოს გავაგებებ აგენის უმსგავსობას ნუ გეშინიათ ხალხო ნუ გეშინიათ თუ არ პატარა არ იქენ და ასე როგორი ზოგიერთი პაგონები არ მოგაცილოს ვინმე იქნე მენაგვეები არიან ნაგვის მუშები არიან და ვითომ გენერალის პაგონები ხონდნენ იმაზე ასე როგორ ამ დაგად ამ საზიზღარმა თაბაგარმა როგორ ასე დაგამონათ ასე როგორ 1000 კაციანი პარტია უნდათ ოცნებას შეიძლება მიიღოთ 1000 კაციანი პარტია ნავაში შეიუ 1000 კაციანი პარტია ხო ნასვoi შეიუ ბატონ ხო ახლა აკაკი ასათიანს მინდოდა შემომეყვანა აქ მაგრამ ბოლოს ისე დაიწყო ლაპარაკი რომ გული ამერია ხო და ბატონო აკაკი ასათიანო მეც ზვიადის მომხრე ვიყავი და თქვენზე ნაკლებისა რომ 79-80 წელში გადავალ აგერ არის 20 ივლისს არის ჩემი დაბადების დღე ელიაობის დღეა გიწევთ ლანჩხუთში ამ ეს ისა ქვია სოციალისტური პარტია რომ ჰაერზე გარეთ მოგცემენ თეატრის შენობას მოგცემენ არ და გარეთ მოვაწყობთ იმასა ქვია
მიტინგს და იმას. და გავეცნობით ერთმანეთს. გიწვევთ ლანჩხუთის რაიონში და თუ თბილისში დაგვითმობენ ან სადე დაგვითმობენ იმას სივრცეს არა წავიდეთ იქ, მაგრამ ხო და გეუბნებით ახლა გიწვევთ ყველას ისე იგი და გავეცნოთ ნიკოლოზ როიძახი არ ვარ პარტიისები და არ ხარ პარტიისები და მაშინ რაღაც ნევრიულობ ამდენს და რაღაც იმაშობი ამდენს დაგზაფრე ხალხი და გადამედო მეც თქვენგან გადამედო მეც და მეც ყვილი ვარ თქვენსავით ახლა ხო და ატარა დიდო ჩუბინიძე უდიდესი პიროვნება საქართველოში ისტორიაში და პოლიტიკაში და ყველაფერი მე ვერ ხედავ იმის ტოლ ფიგურას საქართველოში ახლა ახალგაზრდებში თუ არა ბერებში შეიძლება კი იყოს მაგრამ ახალგაზრდებში ვერ ხედავ მე ხო და იმას მაინც მოусმინე როგორ დაწყნარებულად ლაპარაკო ხანდისხან კი გაბრაზდება მაგრამ ხო და ბატონო ნიკოლოზ თქვენ გძაფრავთ ხალხს ხო და გადამედმო მეც ხო აკაკი ასათიანის აზრები არ მომეწონა არავინ ჩემო ძმაო მე არ ხარ ჩემი მტერი და არც მე ზვიადის აზრის ჯეროდა ადრე მაგრამ მე რომ თვალი დავკარგე და მომეცა დრო ფიქრისა და ანალიზისა აკაკი ასათიანო გეუბნები თქვენ რომ გინდა იქ თავადობა იდი ასათიანები თავადია არც ის არ ყოფილა ხო და ხალვაშები კი იყვნენ თავადები ბაბუაჩემი კი იყო თავადი რისი მეფე და მე 21 საუკუნეში აგერი ესპანეთში დამაში ფიქრობენ მეფეს და თავადების მოცილებას და რისი მეფე და თავადები ბატონო აკაკი რას ლაპარაკობთ არა დაუფიქრდით კარგად რაღა დროის თავადობა და მეფობაა ხო მე პარტიაში არ მინდა ნაცები და იგი რა ღირსებთან დაკავშირებული ხალხი სხვას ახლა ყველა ზვიადისტებსაც მივიღებთ ხო და ყველას იმიტომ რომ რა ვიცი ასე ხო არა ჩემი მტრები მაგენ და მეც ადრე ვიყავი მათ ჭკუაზე მაგრამ შემდეგ სხვა ჭკუაზე გადავედი ხომ ხედავთ ხალხო მთელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა არის ამ ჩვენ პარტიაში მე რომ დავასახელი აგერ ხო ჩვენთან უნდა გაერთიანება ყველას აგერ რატიშვილი ნინო რატიშვილსაც უნდა და ეგერ იმის რა ქვია ირმა ცხორაგაული რომ იქნა მე არ მომისმენია ირმა ცხორაგაულის ლაპარაკი მაგრამ აღარ მაგზევით ადგილი ხო და იქ ჩავწერე კანდიდატებში ხო და ვისაც რუსეთი არ უნდა და ვისაც რუსეთთან არ უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა მოусვით აქედან ამ ჩემ პარტიიდან გეუბნებით ვისაც არ გინდათ შვიდობა და რუსეთთან კარგად ყოფნობა და მეზობლობა მაშინ გადადით ეგრე და ბიზინა მიგიღებთ პარტიაში რუსეთი რომ ჩვენი ძმებია ბატონო ნიკოლოზ ეს ყველა მთელმა საქართველოს მიცის ჩვენი ძმები რომა ხო თქვენ რა გენაღულებათ ჩვენ 450 ლარი პენსიით ვართ გრიშა ონიანი და მე 450 ლარი პენსიით ხო და თქვენ პენსიაში არ ხართ მაგრამ თქვენ გაქვენ შემოსავალი გეტყობა ბატონო ნიკოლოზ არ გეწინოს ბაბუა ბიძია არ გეწინოს ბიძია ყოველდღე ახალ შავალ კოსტუმებს მე შვილს წავართვი აგერ შავალ კოსტუმი შვილს ხონდა შემოტანილი იმან იქნა იმან მაჩუკა ხო და შენ რა გაჩქარებ სულ არ იჩქარებ ხო და ტელეფონზე დაგელაპარაკე ან პასუხო თან იზახი რომ გავერთიანდეთო და ეგნათო ასე იგენმა კიდე ჟენტმა და ფიფია ასე რამ დაგაგლახათ ქართველი კაცი ასე რომ რისი გეშინია კაი ეს შეგროვება კარგია რუსეთთან კარგია კეთილმეზობლური ურთიერთობა მაგრამ ყოფნის თქვენ ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამდენხანი ხართ იგი კაი ჟენტი არ იყო მაგრამ ფიფია თქვენ ხო კომუნისტი იყავით არა სიცხვილე და რა ისე იგი მარტო ხელმოწერები და დამთავრდა თქვენი მოღვაწეობა მეტი არ გინდათ არაფერი მე მინდა რომ
საქართველოს პარლამენტში გაჩნდეს კონსტრუქციული ოპოზიცია, შემოკარგებო. კონსტრუქციული ოპოზიცია და მე ისე მარტო შევალ ბოლოს და ბოლოს. ერთი ვინ გამომაგდებს იქიდან ნახავ. ხო. თუ ასე გეშინია და ყველა ჩასრული თუ ხართ, არა, რა ვიცი. რაც გინდათ იქენით მე. ბატონო გრიშა უნიანო 450 ლარი არ გვეყოფა პენსიონერებს არ გვეყოფა ამას თავი დაანებე ხალხო კონსერვატორებო რომ იძახით გუშინ თბილისში ვიღა თბილისში ისეთი ჯოჯოხეთური წვიმა იყო დაინგრა ყველაფერი ხო და გავსებული მოდიან პაკისტანელები იგენი არ ვიცი მე ახლა ისე თქვენ რომ იცოდეთ ინდოელები ქრისტიანები არიან აგერ ახლოს ვიცნობ აგერ არის ინდოელები და ქრისტიანია ერთი ალბათ სხვაც ქრისტიანია ხო და ეგენი არის სხვა იმის და პატარა და ასეთი მიგრაცია დაღუპავს საქართველოს შემოკარგებო კონსერვატორებო ახალგაზრდა ბიჭები ხართ მოვედი მინდოდა თქვენ გეძებეთ ვერ გნახეთ ტელეფონზე დაგირეკე სხვისი ნომრით არც იმაზე მიპასუხე ჩემი ნომრით დაგირეკე არც იმაზე კი კარგი გასე ვი გავიგეთ თქვენი გავიგე რომ მე ახალგაზრდები ხარ და ცოტა გეშინიათ რომ მე ვინმე რამე ასიგლახი არ გაგიკეთოს კი გასაგებია მჯერავს ეს გასაგები მაგრამ ცოტა რაღაცა იქენით ცოტა თუ არ გამოიშინეთ იგივე ვაშკაცობა ცოტა თუ არ გამოიც მარტო ლაპარაკი არშველი შემოკარგებო არშველის მარტო ლაპარაკი საქმე ლაპარაკის ნაცვლად ისე იგი ლაპარაკი კარგია ლაპარაკი აგერ ბევრი ლაპარაკობს კარგად მაგრამ მე საქმეზე რომ ვერ კაცი ვერ აკეთებს ვერაფერს ამიტომ უნდა გავერთიანდეთ უნდა ჩემო ბაბუებო გავერთიანდეთ უნდა ქარდავა მახარაძე გეუბნებით გავერთიანდეთ უნდა ერთიანი ძალით შევუტიოთ უნდა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ არ დავანებოთ საქართველოს ისე ნუ წავიყვანთ საქმეს რომ ქართველს სათლით ეძებდეს ხო და ახლა თქვენ იცით ბიზინა ივანიშვილმა თითქმის შეასრულა რამოდენიმე ადამიანი დარჩა გასანეიტრალებელი ხო და ახლა თქვენ სიმამაცეზეა საქმე დამყარებული ხო და ადვოკატები ახლა კი არ გლანძღავ ბატონო ნიკოლას მაგრამ ადვოკატების მართალი გითხრათ არ მჯერავს ერთი ადვოკატი იძახის ჭეიშვილი არის სახელი გადამავიდა და მაგ ციხში ნახსენები ჭეიშვილი იძახის ჩვენო რაღაც ზურიაო საქართველოსიო ყურიო პურიო ურძენიო ჭურიო რაღაც ამდენი ურია ნახსენები ჩვენ ყველა ურიები ვართო ამბობს ისე როჭიკაშვილი ზაქარია როჭიკაშვილი და ჭეიშვილი ამბობს ასე ადვოკატია ჭეიშვილი ხო და ისტორიაში წამოყო თავი მაგრამ მე კარგად უთხარი იმას შენი საქმე არაა ისტორია დაანებე თავი მეთქი მე უთხარი ხო ეხლა ხო რა გიქცი ახლა ჩვენზეა დამოუკიდებელი თქვენ გაგეცინება და მარტო შევალ პარლამენტ დავждები იქიდან და ერთი ვინ გამომაგდებს იქიდან იმასაც ნახავ ხო ყავდნენ იქიდან ჯაფარიძე შარვალ ჩახტილი ჯაფარიძე ყავდნენ იქიდან ახლა მე შევალ მარტო თუ არ წამოყვები და იყავით და რამდენს ილაპარაკი მოგიწევთ კიდო ბევრი ლაპარაკი ახლა არჩევნებამდე ჩვენ თუ არ დავარეგისტრირეთ პარტია დავარეგისტრიროთ უნდა ხო და აგერ რომ ძანა ნანაკობახიძემ 192 მეგობარი მყავსო 150 კაცი იქენ 100 კაცი სია 100 ადამიანი სია ხო და შეიძლება თავში ჩაგწერო აქეთ თავში იმაში რა ქვია ვინც ამაზე იქნება დამყარებული კიდო ეს არა ბოლო იგია აგან შეიძლება ბევრი ვერ ჩამოვიდეს ვერ მოხდეს ამ იმაში წევრებში ხო და შეიძლება ისე წევიდეს კიდო ზოგი შეიძლება ხნიერი რომ ხო და იგი ხო დაინიშნოს სხვაგან დაინიშნოს შეიძლება და კიდო გამონთავისუფლდება ადგილი და თქვენზეა დამოკიდებული რამდენ ხელმოწერა ის ხელმოწერა იგივე პარტიის წევრი უნდა იყოს პარტიის წევრი
უნდა იყოს ისე იგი პასპორტის ნომერი სადააქვენ პასპორტის სამოგცა მან რა ქვია შევარდნაძემ მაგ უსინდისო მაგა წაგვართვა პასპორტის და მშობელის გვარიც წაგვართვა ყველაფერი წაგვართვა ეს უნდა გაეკეთებინა მშობელი ნომერი 1 და მშობელი ნომერი 2 ხო და ისე იგი ამ რა ქვია საშვებია მაგი ისე იგი ამ საშვების ის ნომერი უნდა შემდეგ ტელეფონის ნომერი და მისამართი სად ცხოვრობს ამის მისამართი ეს უნდა შეკრიბოთ შემოკარგებო 210 კაცი ვარ თითქმის ჩვენ აგერ 210 კაცი მე 40 შევკრიბე მარტო ერთმა კაცმა ისი ორი ადამიანის იგი შევკრიბე მე ორი ადამიანის რომელიც არის წევრები 20 ადამიანი შეკრიბე თქვენ 1000 შეკრიბეთ მაინც ხო და 200 კაცი ხართ 210 2000 5 შეკრიბეთ ყველა ხო ასე უნდა აგენს და იყოს თუ უნდებიან 1000 კაცი რომ დიესევა იქინე და მე გაკუტავენ მაგას ამიტომ ჯობია ჩამოწიოს პატარა იგი რა ქვია ხო და კარგად იყავით ახლა კიდე გელოდებით შევიკრიბოთ ერთად რაღაცა ან ლანჩხუთში ან რაღაცა ან ბათუმში შევიკრიბოთ თორემ მეტი საშველი არ გაქვენ არაფერი მეტი საშველი არ გვაქვს ჩვენ ისე ნუ გააკეთებთ რომ ქართველს სანთლით ეძებდეს კარგად იყავით ყველა ჯანმრთელობას ბედნიერობას გისურვებთ ყველას და ქოცსაც და ნაცსაც და ყველას ხო და პატარა დაუკვირდით რამეს რომ აკეთებთ კარგად იყავით ყველა